გამარჯობა მეგობრებო, თქვენ უყურებთ BBROL-ს. ახლა ვიმყოფები სოფელ ნიკორწმინდასთან ახლოს. აქეთ არის ძალიან დიდი ნაძვნარი, საკმაოდ მაღალი ნაძვები არის. წამოსული ვარ ტყეში ტაისონთან ერთად, მხოლოდ ჩვენ ვართ. დღეს მეგობრებო შევათვალიერებთ ტყეს, დიდი იმედი მაქვს რომ სოკოს ვიპოვი. ასევე დიდი იმედი მაქვს რომ რაიმე ცუცარ ვიპოვი. ნინის ძალიან ეშინო და აქ რო წამოვედი. დარჩენა მინდოდა მე საერთოდ მარტოს. მაგრამ რავი, აი, ვერ დავიყოლი ემაგაზე რა. არ მინდა რომ მე ინერვიულოს და მე აქ ვიყო მეძინოს და ნინი ვიცოდი სახში ნერვიულობს. თან მეუბნება თუ მანდ დარჩებიო, იცოდეო, ფეხით გადმოვალ ღამეო. ხო და არ მინდა ნინის ნერვიულობა, ამიტომ დღეს არ დავრჩები, მაგრამ დიდი ხანი ვიქნები, დავათვალიერებ აქაურობას, მოვძებნი სოკოს. და რისი ეშინია, რაც თავარია, ეგ არის დათვის ეშინია ძალიან, იმიტომ რომ აქეთ ნინის დედულეთი არის ნიკორწმინდა. აქ ვართ ამოსულები რამდენიმე დღით და ძალიან ბევრჯერ სმენია ამ ტყეზე და დათვზე ერთად, ხო და ძალიან ეშინია. იარაღით თან მაქვს, თანაც ჭიჭი რამდენიმე ტყვია მიდევს. ყოველი შემთხვევისთვის. ამიტომ მეგობრებო, ჩაუჯექით და არ გამოტოვოთ არც ერთი წამი. მანქანა ტყეში ფიზიკურად არ შემოდის, მოშორებით დავტოვე. აქეთ პირველ რიგში რასაც ვხედავ, ეს არის საქონლის კვალი. როგორც ჩანს, საქონელი შემოდის, ამ პირიქით ქვემოთ მინდორია და იქით გადიან პირიქით და სხვა მხრიდან მოდიან. სოკოებიც გაეძრო. აბა ნახოთ რა სოკოებია. შენ აქ იყავი? ესენი. ეს სოკო. არ ვარ გადიძიათ, შეჭმულივით აღარ შემოსი. ეს. მე უყვები. კიდევ ერთი. ერთ ერთად მინდა მივაკნო. როგორ დაბურული ტყია ესე. რაღაც დამპალი სუნია მეგობრებო. ხორცის. დამპალი ხორცის სუნია. ჯერჯერობით მინდორთან ახლოს ვარ და კიდევ მანქანის ხმა ჩემოდის ასე თუ ისე. მოშორებით ხო ტრასაა. დამპალი ხორცის სუნია ძალიან არასასიამოვნო. უბრალოდ ვერ ხვდები ახლოს არის ეგ სუნი თუ შორს. შამიანი სოკო. აი მოზრდილი. ახეთ რამ ხელა სოკოა ეს. უბრალოდ არ ვარგა. სუპერ შხამიანი სოკო. აბა ტაისონ, საით წავიდეთ. რაღაც საინტერესო შენიშნე და მინდა რომ გაჩვენოთ. ჩამოთლილია ეს მხარე. აი ესე. დათვები მაინც ძიან ხოლმე. ამ ტყეში დათვი გასაკვირი ნაღდად არ არის, იმიტომ რომ რაჭახო სავსეა დათვების და აქ მით უმეტეს. რომ ამის ზემოთ რაც უფრო და უფრო მიდიხარ, სუნთები აღარაფერი არ არის რა. კაი ხანი. უნდა იარო რომ რაღაცას მიაგნო. იმ დამპალ რაღაცა სუნს გამოვცდით. რო შევატყე რომ სუნი იყო, იმ მიმართულებით არ წავედი. არ ვიცი რაღაცა არ იყოს, მე რა ვიცი. შარში არ გავყოთავე. აუ აქეთ რა ლამაზია. შეხედეთ. რა სილამაზია მეგობრებო. და რამდენი კოღო არის, ცოცხლად მჭამენ.
რა ლამაზია. აქ დავრჩებოდი სიამოვნებით, რომ არა ნინის შიშები. საერთოდ ყველაფრის გარეშე დავიძინებდი, რა კარგი არის. აი ეს არის ბუნება რა. შემოუყევი აქეთ. რამდენი მოჭრილი ხია აქ, რა ხდება? იმედი მაქვს ხმელხეებს ჭრიან და არა ცოცხალს, რაც სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში გასაკვირი არ არის და არც იშვიათი მოვლენა. საკოცონე ადგილი ვნახე, იარაღს აქ დავდებ, ცოტა ხანი ჩანთასაც მოვიხსნი. შეხედეთ რა მაგარია მეგობრებო. ულამაზეს ბუნება, მაგრამ აუარებელი ყოღა. რაოდ აისან უკვე ქვა იპოვე? ეს ხეები, იმედია ხმელი იყო და წაიქცა და მეირე მოჭრის ან რამე. თავდაპირველად ვიტამინ ფავერის კრეატინის დროა. ასეთი რამ ცხოვრებაში არ მინახავს, ნახეთ რა საინტერესოა. გამხმარია ხე და ხის გული, საიდანაც მე ეს ტოტები გამოდის და ეს კვარი რაც არის შუა გულში, როგორ არის? რა მაგარი არის. ეს ნახეთ რა ლამაზია. იარაღი და ჩანთა მანამდე სადაც დავდე იქ არის ისე და მე ვათვალიერებ ტყეს იქნება იპოვა სოკო და მიყვის რო არ არის რა. ძალიან მიყვის. რამდენი პატარა ნაძვია მოსული ერთად. ამაზე კოდალეს მაგრად უმუშავიათ. ერთ პატარა გასეირდება მაქვს დათვებით სავსე ტყეში. დაისო მან დარგვინდა რა ეკლებია და შენ ეკლებს ნახდად არ ერიდები. წამო, იქით უკეთეს გზას ვნახავთ, წამო. აი დაისონმა მაგარ ადგილას მომიყვანა. ტყის მარწყვი. აბა დაისონ, დაუარე. თუ არისადმე დადექი მაგ ადგილას დავკრიფოთ. და თუნიეს ესეც მოეწონება. პაპატიოს რო საჭმეს პარავ. იცით რა გემრიელია? ჩემი თავისთვის თუ გამემეტა კი თუ არ და ნუ ესწაუღებ. აი, შვილი რო შეჭამს და რა თქმა უნდა პირველ რიგში ჩემ მეუღლე. ეგ სხვა არის. აუ, ეს რა კარგია. აი. აქაც აი ესე დაბლიდა რო გახედავ, მაშინ უფრო ჩანს. ამდენიმეს გავსინჯავ, აბა. აი, იცით რა კარგია მეგობრებო? რასაც ყიდულობთ, იმას ჯობია რავი. ასჯერა. თითქოს ნამდვილი მარწვის გემოაქო. ბევრად არომატული არის. ძალიან კარგი არის. ნუ აქეთაც შევნიშნე.
მოგეწონა წყუბი? მაგარი ბიჭი ხარ შენ. გრძელდება მეგობრებო გზა. უკვე მარწყვიც უნდა ვეძებო, ეგრე გამოდის. საბედნიეროდ ჩანთაში პარკი მაქვს, რაშიც მე ჩავყრი. მაგრამ სულ ზეს უყურები რა, ვეძებ, აი იქნება რაიმე კვალიც ვნახო. სოკოები უნდა ვეძებო ასეთ ადგილებში. ცნობა ვიცი, მაგრამ როგორ ვისწავლე, რო გითხრათ, გაგეცინებათ. ბავშვობაში რაც მახსოვდა წიგნებიდან, აქაც ეგრეთ ჩამოხეული ხეა. თათების ასმარო იციან დათვებმა. ბავშვობაში რაც მახსოვდა წიგნებიდან, წეროს წვივა. უკვე წასული ვარ ტყეში. დაუკრეფე სოკო, მოამზადებ ჭამე. რაც მახსოვდა ბავშვობაში და პრევს ჩემი ინტუიცია. აი წეროს წვივა. ძალიან მაგარი ვარიანტია. ამას დავიმახსოვრე და მე პარკში ჩავყრი. ყოვები ძალიან მოკითხებენ. ამ ტყეში ერთი ცუდი რაც არის ის არის, რომ ძალიან გავერთმაინც და დიდი შანსი ადამიანი უბრალოდ დაიკარგო. ამის იქით იწყება კიდევ ტყე. ოხ, ყოღოება. ტაისონ, ჩვენ აქეთ გავუყვეთ ისევ ნაზვებისკენ. ხა პარკში ჩავყრი ამას და გავაგზავნებ გზას. გრძელდება გზა. აქეთ რა უხრანია. რა ტალახი. ტაისონ არ გადახვიდე. აქ რა ტალახია. არ გადახვიდე, ტაისო გამოაქეთ. ისევ სოკო. აქ ძალიან ტალახია, საქონელი გადადის, გადმოდის როგორ ჩანს, სულაფია. ეს სოკოც დავკრიფე. ეს ტალახი კაი თემაა ისე. კვალს რო დააკვირდე. წამოტაისონ ერთ წამს. აქეთაც ვნახე რაღაც სოკოები. იგივე სოკო. აი ტაისონმაც ჩავუარო ქვემოთ, მოკლედ ამ ადგილს დავიმახსოვრებ, რომ ჩასვლისას ჩავუყვე. აქეთ უკვე ძალიან სიმშვიდე არის და ბნელა. კამერაში ზოგადად ყოველთვის უფრო ოდნავ ნათელია ხოლმე ყველაფერი. აქეთ ჩლიქებია ისე. დიდი შხამიანი სოკო. ეს ნიყვი არ არის. აქეთ გავუყვეთ, ტაისონ იქნებ კიდევ იყოს ნიყვი. ძალიან გემრიელი სოკო არის, უბრალოდ ტყეში აქამდე არასდროს დამიკრეფია. სხვათა შორის თუ რა თქმა უნდა შეცდომით არ მახსოვს და მიხსიერება მღალატობს მაგასთან დაკავშირებით. სტოტი გავწიო. ესეც გამოვისოს. შხამიანი. ესენი ცოტა საეჭვოდ გამოიყურებიან. ვერ გაურისკავ ეგრე. საეჭვებს ნახდად არ ურისკავ. ისე დავდივარ სერიოზულად გეუნებით თუ ვიცოდე სად ვიყავ. ესენიც არ ვარგა. მოდი.
პატარა შესვენება წყალი მინდა. ოთ აისო ყუზერები აიკარი, ბალახები. ძალიან ბევრი ყოღოა და წამოსვლის ასპრეი არც მიყიდია. ძალიან დამკვირვინეს უკვე ბაზრება რთულდება. აი იმ სოკოებს მაგალითად რაც აქ არის პირადად მე ვერ ვენდობი რა, აზრზე არა ვარ, რეებია. ესე სახელებით არც მახსოვს. მაგრამ რატომღაც ეს ცუდი მგონია. მგონია რომ შხამიანია. ზემ შემოანათა. აქ სინავალია და საქონელი. ესეც დათუმა იცის, ხიდან წერებს იღებს ხოლმე, ესე თათით და კბილებით ჩიჩქნის და თერმაიტს ქვია, ქართულად არ მახსოვს ტერმიტები, ჭიანჭველის მაგვარია, ოღონდ ხეში ცხოვრობს კონკრეტულად. აი აქაც შეხედეთ. აი ეს აქვს თუ გამოჭმული. თან ზოგადად რაჭაში სადაც საქონელი მოძრაობს, დათვით ზუსტად მანდ არა, იმიტომ რომ თავისი საკვებია რა. ზაფხული არ გავა რო არ თქვან, რომ ვიღაცას ძროხა შეუჭამა თან. არა ერთხელ. და ისო რას მოიმუნებ? აღლობზე ამოვედი მეგობრებო. აქეთ უკვე დაღმართია. ამან დაიწყო ეგრევე თამაში. ეს მომენტი მიყვარს ხოლმე. რო ჭედავს და რო არ იცი საიდან გავიდეს მერე. აიგეთ, აი ეს უნდა გამოიტანე აქეთ, მიდი. რაღაც ის ობია ეს. შორიდან თვალი მოვკარი ჩემ ჩანტას და მეთქი რა არის. რა დგას იქ თქო. თან ხატაობა მასთან რაღაც რო შემხდეს. იარაღი მაქვს დატოვებული ჩანტასთან. აი შორს ვიყავი სხვათა შორის გასული. GoPro დავაყენე და შეხედეთ რამდენი ახალ გამოჩეკილებობა არის. შეხედეთ. ახალი სიცოცხლე. რა ლამაზები არიან თან. ესენი ახლა მოედებიან დღეს. აბა, გრძელდება გზა. ახლა წავალ ზემოთ. რა ლამაზია და რა ხმებია. ახლა განსაკუთრებულად ლამაზი ზემიანათა ხეებს. ტაისონ, მიდი აბა, მარწყები მაპოვნინე კიდე. რასაც ვეძებდი კიდევ ვიდეო მოიცა ტაისონ ეს კაპჭებულია წინჯარი ყოფილა ვერ დავინახე არა სასარგებლოა რა მადარდებს მაგით დასვეს ხო
იმ დღეს სპეციალურად დავისუსხე თავი. აგერ ფოტოს ჩავსო. ძალიან სასარგებლო არის. მთელი ტანი დავისურგე. მთელი ტანი დავისუსხე ზურგზე რა. აი მთლიანი ზურგი დავისუსხე. უბრალოდ ეს მორწყვები უნდა დაკრიფო ძალიან ფრთხილად. იმდენად ნაზი და რბილია, რომ ოდნავ მაგრად რომ მოუჭირო თითი ეგრევე იწყვეტება. აი კიდევ დაემატა. ფოთლები იგივე აქვს ველურ მარწყვს. კარგად თუ დააკვირდები და ძებნას დაიწყებ. მე რაღაც გაგიხსნება, ასე რომ ვთქვათ და მე უკვე მაგრად ხედავ. სამწუხაროდ მეგობრებო, დღეს სოკოებში დიდად არ გამიმართლა. არ არის რა თითქოს. არ და რავი წინა დღეების სულ წმინდა. სითბოც არის. რო გითხრათ ციო თქო არა ეგრე. არა უშავს ჩემი დღევანდელი მისია. მარწყვმა მაინც გამიხარა რა. რამდენია. ახლა აქ ვერ შეამჩნევთ, აი აქ არის ძალიან ბევრი ერთად. დავდებ იარაღს და დავკრებ სულ. აი მეგობრებო, წეღა რომ გითხარით, მარტო მაგათ კიდეს დავკრიფე ეს. კარგი გასვლა იყო მეგობრებო. ცოტაოდენი ნიყვი. ბევრი ტყის მარწყვი და კაი გასვლა ტაისონთან ერთად რაც მთავარია. ახლა საიდან მე გზა უნდა გავიგნოთ. როგორც მოვედით, ისე გავიდეთ. წამოაქეთ ტაისონ. ტაისონ მანქანა სად არის მიმიყვანე. მიდი. მანქანასთან მიმიყვანე. შემოსვის ადგილთან ვართ მე და ტაისონი და აქედან შევწყვეტ ვიდეოს. დღეს კარგი იყო მოკლედ. ნიყვიც, ველური მარწყვიც. და ისიც რომ ისეთი არაფერი არ გვინახავს. მეგობრებო, დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. ჩვენ კი შევხვდებით შემდგომ ვიდეოში. აბა მაგრად თქვენ უყურებთ BBR Worlds.